მორიგი დადებითი ცვლილება შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვთ პერიოდულად პაციენტებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ პერიოდულად აი სახარჯი მასალები ეგრეთ წოდებული, როგორიც არის მაგალითად პროტეზი, მისი საუკეთესო ანალოგების ჩანაცვლებით შესაძლებლობა გაჩნდება ამიერიდან. თვითონ ექიმისა და პაციენტის შეფასებით საუკეთესო მასალით მოხდება ოპერაციის ჩატარება, ასეთ შემთხვევაში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ კომბინირებული სახელმწიფოს თანამონაწილეობით და პაციენტის ფინანსური დანახარჯით, რომ მოხერხდეს ასეთი პროტეზების შეძენა და შესაბამისად ოპერაციების დროს მათი გამოყენება. ეს არის ისეთი ცვლილება, რომელსაც პრაქტიკულად მიესალმება როგორც პაციენტის მხარე, იმავდროულად ექიმები, კლინიკები და ვფიქრობთ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად წაადგება უფრო მეტად გამართული, უფრო მეტად კომფორტული და უფრო მეტად დადებით შედეგზე ორიენტირებული რომ იყოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დღეს სამედიცინო დაწესებულებების სამინისტრო შევჯერდით იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება დავაწესოთ სპეციალური ფასდამატი, რომელიც საშუალებას მისცემს მაქსიმალურად არჩევის საშუალება მიეცეს პაციენტსაც და კლინიკას. მკვეთრად იქნება გაუმჯობესებული მოთხოვნა და მიწოდება და ასევე რაც თავარია კონტროლის მექანიზმები, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო დაუწესებს კლინიკებს, რათა ეს ბრძანება იყოს სწორად და მართებულად შესრულებული.